ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა ებოლას დაავადების ეპიდემიის გამო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მომენტისთვის კონგოს 3 ზონაში დაფიქსირდა სავარაუდოდ ებოლასთან დაკავშირებული გარდაცვალების 100-ზე მეტი ფაქტი, ასევე შესაძლო ინფიცირების 246 შემთხვევა. ტეხასში მომსახურებაზე უარს ეტყვიან ბავშვებს, რომლებმაც გენდერული ტრანზაქცია მოახდინეს საწყის სქესთან დაბრუნების მიზნით. ტეხასის უმსხვილესი საბავშვო კლინიკა 3-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ დათანხმდა დეტრანზაციის კლინიკის შექმნას. NBC News-ის ინფორმაციით საავადმყოფო პროფილს შეუცვლის საკუთარ საქმიანობას სკანდალის შემდეგ, რაც არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლისას მომსახურების გაწევისას მოხდა. გამოძიების ვერსიით 2023 წელს ტეხასში ბავშვებისთვის გენდერული ტრანზაქციის აკრძალვის შემდეგ ეს დაწესებულება მაინც განაგრძობდა მომსახურებას, იყენებდა დიაგნოზის არასწორ კოდებს და ანგარიშსწორებისთვის ქვითრებს უწერდა მედიკარტს სახელმწიფო დაზღვევას უმწეობისთვის. ტეხასის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საავადმყოფო $10 მილიონი ჯარიმას გადაიხდის სახელმწიფო პროგრამა მედიკარტისთვის ანგარიშების უკანონო წარდგენის გამო, ასევე უფასოდ ჩაატარა დეტრანზაციის პროცედურებს 5 წლის განმავლობაში. გეოპოლიტიკის ცენტრის JP Morgan-ის პროგნოზში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის ომის დასრულების საბაზო სცენარი ხდება ფინური ვარიანტი. უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი დასრულდება მოლაპარაკებების, რომლის შედეგადაც უკრაინა დაკარგავს ტერიტორიების ნაწილს, მაგრამ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს არმიას შესაძლო შეზღუდვებით და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ევროინტეგრაციისთვის. ამგვარად უკრაინას ელოდება გზა, რომელიც ფინეთმა განვლო საბჭოთა კავშირთან ომის შემდეგ, როდესაც მან დაკარგა ტერიტორიის დაახლოებით 10%, თუმცა შეინარჩუნა დემოკრატიული სისტემა, საბაზრო ეკონომიკა და კავშირი დასავლეთთან, რითაც თავი აარიდა საბჭოთა კავშირთან პირდაპირ კონფრონტაციას. 1 წლის წინ ორგანიზაციის ანალიტიკოსები უკრაინისთვის საბაზო ვარიანტად ქართულ სცენარს მიიჩნევდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის აპირებს ჩრდილოეთ ნაკადის აღდგენას და გერმანიის ატომურ ენერგეტიკასთან დაბრუნებას, წერს შპიგელი. გამოცემის ხელთ აღმოჩნდა AfD-ს სამთავრობო პროგრამა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში. დოკუმენტში პარტია გამოდის ჩრდილოეთ ნაკადის რემონტის და ხელახლა ამოქმედების ინიციატივით, ასევე ატომურ ენერგეტიკასთან დაბრუნების და ქარის ენერგეტიკის გაფართოების გაჩერების გეგმით. ჩრდილოეთ ნაკადი უნდა აღდგეს და ხელახლა დაიტვირთოს. აუცილებელია ატომურ ენერგეტიკასთან დაბრუნება, ხოლო ქარის ენერგეტიკის გაჩერება, ნათქვამია პროგრამის პროექტში. თუკი სიტუაცია სწრაფად არ შეიცვლება, ათწლეულების მიღწევები წყალში ჩაიყრება, განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ, ომებსა და გლობალურ არასტაბილურობაზე საუბრისას. დღეს კაცობრიობის წინაშე ბევრი სხვა სერიოზული გამოწვევაც დგას. დღეს მსოფლიო სულ უფრო ახალ პრობლემებს აწყდება. ჯერ კორონავირუსი დაგვაწყდა თავს, შემდეგ ომები დაიწყო, ახლა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ეს 10-წლეული მსოფლიოსთვის კატასტროფის 10-წლეული ხდება. ყველა ვხედავთ, რომ თუკი სიტუაცია სწრაფად არ შეიცვლება, ბევრ 10-წლეულობით დაგროვილ წარსულის მიღწევას ხაზს გადაუსვამთ. მსოფლიოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი შესაძლოა კვლავ სიღატაკის ხაფანგში გაებას, განაცხადა მოდიმ. უკრაინელმა დეპუტატმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რომან კოსტენკომ აღიარა, რომ რუსეთი წელს მეტ ტერიტორიას იკავებს ვიდრე წარსულში, მაგრამ ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინელებმა ეს ვერ გაიგონ. თუკი მოწინააღმდეგის მიერ ტერიტორიების დაპყრობის სტატისტიკას ავიღებთ და შევადარებთ 2025 წლის და წლევანდელი წლის იმავე პერიოდს, ირკვევა, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა სადღაც მოწინააღმდეგემ ბევრად მეტი ტერიტორია დაიკავა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხედავთ, რომ ადამიანებს ვუხსნით თუ რა კოლოსალური დანაკარგი აქვს, ტერს და ეს სწორია. მნიშვნელოვანია ადამიანებს ავუხსნათ და შევქმნათ სწორი საინფორმაციო ფონი და ეს ყველაფერი მივიტანოთ მოსახლეობამდე, მათ შორის საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, განაცხადა რომან კოსტენკომ. ტახტი აშკარად შეკვეთით დამზადდა, წერს X-ის მომხმარებელი. სი ძინპინი აშკარად ტრამპზე მაღალი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პირიქითაა. ტახტი, რომელზეც სი ძინპინი ზის, აშკარად უფრო მაღალია ვიდრე ტრამპის. ამ დროს ტრამპი 10 სანტიმეტრით მაღალია სიძინზე. ჩინეთის კომუნისტური პარტია მსგავს დეტალებში ყველგან დახვეწილად ეშმაკობს, წერენ ქსელში.
ბრიტანული გამოცემა აჰერდი აქვეყნებს სვეტს, რომელშიც ისტორიულ პარალელსავლებს დღევანდელ შეერთებულ შტატებსა და სეფიანთა იმპერიას შორის. ავტორი თომას ჰირმოფჰადი ლამბერტი სამწუხაროდ დასკვნამდე მიდის. ამერიკული ჰეგემონია ინგრევა იმავე მოდელით, როგორითაც დაინგრა სპარსული სახელმწიფო, რომელიც გაქრა მსოფლიოს რუკიდან 3 საუკუნის წინათ. სეფიანთა იმპერია დამოკიდებული იყო სავაჭრო გზების მონოპოლიაზე. დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები დამოკიდებულია დოლარის სტატუსზე, როგორც მსოფლიოს სარეზერვო სტატუსზე, მაგრამ მექანიზმები, რომელთა გამოც ოდესღაც ის დაუმარცხებელი იყო, აღარ მუშაობს. წერს ავტორი და გვახსენებს, რომ სეფიანელები თავს თავდაჯერებულად გრძნობდნენ, ვიდრე აბრეშუმის გზებს აკონტროლებდნენ. მათ შეეძლოთ ფულის გამოჭრა და გადასახადების დაწესება. ეს ყველაფერი აფინანსებდა არმიას და დიდრულ სასახლეებს, მაგრამ როდესაც პორტუგალიელებმა და ჰოლანდიელებმა ალტერნატიული გზები იპოვეს, იმპერიამ დაშლა დაიწყო. მე-17 საუკუნის ბოლოს ვაჭრების უმრავლესობა თუ კი სეფიანელ მებაჟეს გადააწყდებოდა, რომელიც ახალ უზარმაზარ გადასახადს თხოვდა, უბრალოდ აიჩეჩავდა მხრებს და სხვა შემოვლით გზას დაადგებოდა. საბაჟო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. ვერცხლის მონეტებმა გაუფასურებას ვერ გაუძლო, წერს ლამბერტი. ავტორი დღევანდელ ამერიკასთან პირდაპირ პარალელს ავლებს. კანონმდებლებს ვაშინგტონში შეუძლიათ თავს ყველად გიჟური და უგუნური მოქმედების უფლება მისცენ. უზარმაზარი დეფიციტები, შიდა წარმოების განადგურება, ნებისმიერ ქვეყანაში შეჭრა იმ იმედით, რომ დოლარზე სტრუქტურული მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს. მე-17 საუკუნის სეფიანელი მოხელეების მსგავსად, ამერიკელ ჩინოსნებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ გათავისუფლებულები არიან პროდუქტიული ნაციონალური ინვესტიციების აუცილებლობისგან, მაგრამ სამყარო იცვლება. დოლარის წილი საერთაშორისო რეზერვებში 57%-მდე დაეცა. ესაა მინიმალური ზღვარი ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები აქტიურად გადადიან გათვლებზე ეროვნულ ვალუტაში, წერს იგი. 90%-მდე ირანული ნავთობი ჩინეთთან იუანებით ივაჭრება. ემბრიჯის პლატფორმამ უკვე დაამუშავა 100 მილიარდი იუანი გადასახადებში ჩინეთს, ჰონგ-კონგს, არაბეთის საამიროებს, ტაილანდს და საუდის არაბეთს შორის. ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით განიხილავენ დოლარზე უარის თქმის შესაძლებლობას. ბედის ირონია იმაშია, რომ ამერიკელების ირანში შეჭრა, რომელსაც ძლიერების დემონსტრირება უნდა მოეხდინა, პირიქით დააჩქარა დედოლარიზაციის პროცესი, ხოლო თავად ვაშინგტონის რიტორიკა გავს შაჰის კარზე ცოტა არაადეკვატურ ატმოსფეროს. ლაპარაკობენ ღვთიურ არჩევანზე, ერთ ღამეში მთელი ცივილიზაციის აღკვაზე პირისაგან მიწისა. უფრო ბრძენი სამეფო კარის წევრები ამბოხების პერსპექტივაზე ჩივიან, წერს ლამბერტი. შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯებმა ირანის ოპერაციაზე გადააჭარბა 85 მილიარდ დოლარს 79 დღიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში, იუწყება პორტალი Iran War Cost Tracker-ი. საკუთარი თავის პატივისცემა ყოველთვის იყო ყველა კონტრაქტზე ძვირფასი ადრიანო ჩელენტანოსთვის. მან დაამტკიცა, რომ სიმართლის ღიად ლაპარაკის და შინაგანი თავისუფლების შენარჩუნების ყიდვა შეუძლებელია. მან ურარი თქვა 9 მილიონ ევროზე, კადრში 1 წამით გამოჩენის სანაცვლოდ. ჩელენტანომ პირობებს ბოლომდე არც კი მოусმინა. 2005 წელს მსხვილმა კომპანიამ მას სარეკლამო კონტრაქტი შესთავაზა. ნახევარდღიანი გადაღებები და უზარმაზარი ჰონორარი. მსახიობის აგენტი ფულს უკვე ითვლიდა, მაგრამ ჩელენტანომ ხისტი უარი თქვა. ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში უკრძალავდა არტისტს საკუთარი აზრის გამოხატვას. მისი გარემოცვა ამტკიცებდა, რომ ის ხელიდან უშვებდა შანსს და კარგავდა კავშირს რეალობასთან, მაგრამ ჩელენტანომ აზრი არ შეიცვალა. იმავდროულად ის საკუთარი ფულით ეხმარებოდა ცხოველების თავშესაფარს მილანის შემოგარენში. ასევე იხდიდა მოხუცთა თავშესაფარის გარემონტების ფულს. ამას ის კამერების და პრესის ყურადღების გარეშე აკეთებდა, არა იმიჯისთვის, არამედ შეხედულებების გამო. როდესაც მას კითხეს დიდ ჰონორარზე უარის თქმის მიზეზი, მან უპასუხა: მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ თუ კი ჩემს ხმას ფულზე გავცვლიდი, ადამიანებს ვეღარ დაველაპარაკებოდი. 9 მილიონი ბევრია, მაგრამ ჩემი სიტყვა ესაა ერთადერთი, რაც გამაჩნია. სიტყვა კი არ იყიდებაო. ჩელენტანოსთვის მისი სიტყვა ერთადერთი კაპიტალია, რომელიც არ იყიდება. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიმდიდრე ესაა. შეგეძლოს თქვა არა და დარჩე შენი პრინციპების ერთგული. შეიძლება იყოს ცნობილი, მაგრამ პატივსაცემი ადამიანი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მტკიცე შინაგანი მრწამსი აქვს. მისი ქცევა მილიონებისთვის მაგალითად იქცა. ადამიანის ღირსება საბანკო ქვითარში ასახულ ნებისმიერ ციფრზე ძვირფას იღირს. ნუ თუ გეგულება თვინმე, ვინც დღეს ასე მოიქცევა.